თქვენ ნახეთ ალბათ უცხოს გადაცემა გურიკაზე, ხო? ხო ნახეთ არა? და უცხოს მინდა ეხლა კითხვა დაუცვა რა. აი აქ. ამ გადაცემაში მე მინდა უცხოს კითხვა დაუსვა. უცხო შენ ლაპარაკობ თვალებზე, ადამიანის ამოცნობაზე, გურამის ყველა ინფორმაციაზე, რაც გაჟღერდა ეთერში და მოკლედ ამაზე და იმაზე რა და ერთ რაღაცაზე ხუჭავ რეალურად თვალს და თანაც ხალხი შეკყავს როგორ საკითხში. იცი რომ აი ხალხო, იცი რა, მონასტერში რაღაცა გაჟღერდავითო მონასტერშიაო, ამათ უნდათ რომ კვალი არიდონ ხალხს და ასე აურიონ კვალი და რაღაცა, მაგრამ იცით რა არის? უცხო, არ ვიცი, ნიკა ქვია მგონი, ნიკა რა არის, იცი? ანუ შენ ის არ გაგიგია რომ დედას ორი სტიქაროსანი დაუკავშირდა და უთხრა რომ თქვენი შვილი გურამი, რომელიც არის დღეს საბად წოდებული, მოდით და განახებთ სამებაში. მერე დედა რო ავიდა სოფო, ქალბატონი სოფო და დედამ რო ნახა ეს პიროვნება, იმასაც ნიკა ერქვა სხვათა შორის პირველ სტიქაროსანმა რომ მეუფეშიო, იმდროინდელი მეუფეშიო, დღევანდელი პატრიარქიშიო მოიხმო, პატრიარქიშიო, დღევანდელი პატრიარქი იმდროინდელი მეუფეშიო რომ მოვიდა, ქალბატონი სოფია რო ნახა. და ამ სტიქაროსანზე რომ განაცხადა რომ ეს სტიქაროსანი არის თურმე ფსიქოლოგიურად ავად. საკითხავი რა არის, იცით? მაინტერესებს ნიკა. შენ ეს საკითხები არ გაგიგია რომ სამმა სტიქაროსანმა სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა დროს დაიბარა ქალბატონი სოფია და სამივე ჯერ უთხრეს მსგავსი რამ. ბიჭო, ეს ეკლესიები სულ ფსიქოლოგიურად დაავადებული სტიქაროსნებით არის სავსე, ესეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველა სტიქაროსანი როგორ ფსიქოლოგიურად დაავადებულია და როგორ ყველა სტიქაროსანი ფსიქოლოგიურად დაავადებული სოფოს უკავშირდება ერთი და იგივე თემით. ამ საკითხს რატო არ განიხილავ ნიკა? და მეორე კიდე ის რომ რა გასაკვირია რომ დღეს გურამი იყოს მონასტერში. აი რატო გამორიცხავ მაგ თემას რომ მონასტერში არის გურამი, როცა ორი სტიქაროსანი თუ სამი უკვე მტკიცებულებით რეკავს ქალბატონთან და რატო არ გამოიძიებენ იმ სტიქაროსნების ფსიქოტიპს? თუნდაც შენ მაგალითად ხო კარგად ცნობ ადამიანებს. მიდი, ნახე ის სტიქაროსნები, გამოძიება მოიყვანოს ეს სტიქაროსნები, ჩახედე თვალებში და ნახე, ეს სტიქაროსნები მართლა არიან ფსიქიკურად შეშლილები თუ რა მოელანდათ, როცა სოფოს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სამებაში ამობძანდით ქალბატონო სოფო, თქვენი შვილი გურამი ცოცხალია და თქვენ მე განახებთ თქვენ შვილს. როდესაც შემდეგ მოდის მეუფეშიო და ამბობს ამ სტიქაროსანზე, რომ იცით რა ქალბატონო სოფო, აი ეს სტიქაროსანი ცოტა ვერ არის თავის შუაზე და წადით წაბრძანდით სახში. ხოლო იმ პიროვნებას, რომელიც გურამია და რომელიც იცის ამ სტიქაროსანმა რომ საბად წოდებულია, არ ანახებენ. ანახონ მაინც ვიზე ქონდა საუბარი ამ სტიქაროსანს საერთოდ. ვინ გურამი მოელანდა საბად წოდებული. ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს. ამაზე რატო არ ამახვილებთ ყურადღებას ხალხო? თუ ეს გამოგრჩათ უბრალოდ? ანუ ნიკა, შენ ხო იცი რომ არაფერი არ გრჩება ხოლმე, ძირეულად იკვლევ საქმეებს და რატო გამოგრჩა ეს? მე ვერ ხვდები უბრალოდ? ანუ სერიოზულად ვერ ხვდები რომ აფარებ ხელს ეხლა იმას მონასტრებს თუ რა ხდება? რამდენის გინდა იმდენ მონასტერში მინახავს უმსგავსობები და აგერ თუნდაც კაბენის მონასტერზე უცნაურებები მე თვითონ ჩემი თვალით და ჩემი ცხვირით ვისუნე და ჩემი თვალით ნახე რო ხდებოდა და ჩემი ყურით მოვისმინე და ეხლა ვერ გავიგე რა, შენ გინდა რომ ხელი დააფარო ამ სტიქაროსნები და ნახოთ ის სტიქაროსნები ალაპარაკონ რა. ქალბატონ სოფოს ამოძებნა შეიძლება კაცო იმ პერიოდში რომელი სამებაში რომელ სტიქაროსანს შეხვდა, რომელ სტიქაროსანზე უთხრეს რომ ეს თავის ჭკუაზე ვერ არისო, ტელეფონის ნომერიც ექნება ქალბატონ სოფოს და მოდი რა, მაინტერესებს ამ სტიქაროსნების ნახვა, იქნება მეც დავინახო რომ ეს სტიქაროსნები ცოტა ვერ არიან თავის ჭკუაზე. მეც მინდა მაგის დანახვა, როგორც ასე მეუფედ წოდებულმა შიომ განაცხადა, რომ ის სტიქაროსანი თავის ჭკუაზე ვერ არის, ქალბატონ სოფოს რომ ესეთი რაღაცა უთხრა.
ანუ ძალიან ერობი მეშლება რა. ყველაფერს ამახვილებ ყურადღებას. ამათმა რაღაცა იციან რეალურად. კი, იციან რეალურად ამათმა. ამის ბაბუაც ესე შეწირეს როგორც ჩანს. ამათ ოჯახში და გვარში, დადიანი ძეებში, ჩვეულებრივი საკითხია, რომ ადამიანებს წირავენ. გესმით? და იქნებდა იმის ბაბუაც შეწირეს და ახლა ამ ბავშვის შეწირვა უნდათ. ამაზე რატო არ ფიქრობ, ისა უცხო? გინდა უცხო და გინდა სხვებო. არ ვიცი ხალხო, გასაგებია რომ მამი და ტყუის, გასაგებია რომ ესენი ტყუიან, გასაგებია რომ ყველა ტყუის, მაგრამ მონასტრებს რატო აფარებთ ხელს? მე ვერ გავიგე, მონასტრები რა მამა აბრამის ბატკნები არიან და შეცდომაზე არ ჩადენილა იქ და მკვლელობები არ მომხდარა და გაუპატიურებები იქ არ მომხდარა თუ ნარკოტიკების გაყიდვა იქ არ მომხდარა თუ მკვლელების შეფარვა იქ არ მომხდარა თუ რა ხდება ვერ გავიგე. გინდა თუ თქვათ რომ მამა აბრამის ბატკნები არიან ეხლა მკვლელები მეუფეები და მათი მონები? ვითომ არ იცოდე რას ლაპარაკობ ეხლა რა, უცხო, მაგრამ სამწუხაროა რომ მე უკვე დიდი ხნის წინ დავაფიქსირე, შენთან რაღაცები ხდება იქ, ჩუმჩუმად ფარდის უკან. რაღაცა მონლაპარაკებები როგორც ჩანს რა. რა ვიცი, ცილი არ მინდა დაგწამო, მაგრამ ფაქტის სახეზია, ფიცი მწამს ბოლო მაკვირებსო. ყველაფერზე ამახვილებ ყურადღებას და ამ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ამახვილებ ყურადღებას. ან თვითონ დეტექტივს რა დაემართა, გაზო, დეტექტივის ის და ყველაფერს განვიხილავთ, იმას ვიზავთ, ამას ვიზავთ, სერიალივით გაწელილი რაღაცა ტექსტებია რა. ჩვენ არ გვაინტერესებს სერიალივით გაწელილი ტექსტები. აი ელვის ისტრაფით მოხდეს ბავშვის გადარჩენა, იქნება სატყავთ და როგორ მდგომარეობაში ყავთ დატყვევებული ეს ბავშვი. ბიჭო, მე ეს ვერ გავიგე, ადამიანები აშკარად ტყუილს ამბობენ, ფაქტზე დავიჭირეთ, რომ ერთი იმას ამბობს, მეორე იმას, მესამე იმას და თანაც ტყუილი, მედიამ ტყუილი გააჟღერა და კიდევ გარეთ არიან ეს ადამიანები და კიდევ დაპარპაშობენ თავის ნებაზე. და ხალხი იზის და ველოდებით ეხლა აქ და ჩვენ ვჭობთ იმაზე, რომ რა უნდა გავაკეთოთ. ბარეორს გამოვიძიებთ და მე ტარიალს მიეწეროს გამოძიება? ერთი სიტყვით მაინტერესებს ერთი რაღაცა რა. საერთოდ მაინტერესებს იცი რა არის? რატომ არ იბარებს ტარიელი ამ სტიქაროსნებს და არ გამოკითხავს ამ სტიქაროსნებს? ან ქალბატონი სოფოსკა რატომ არ იკვლევს, რომელი სამი სტიქაროსანი იყო ის სამი ადამიანი, რომელიც ქალბატონ სოფოს დაუკავშირდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე და სხვადასხვა პირი. სხვადასხვა პირი, ერთი და იგივე არ იყო. ხო და მოკლედ გამოიძიეთ რა. მე არ მინდა რომ შეურაცხყოფა მივაყენო არც ერთ გამომძიებას და იმედი მაქვს რომ ეს გამომძიებლები მართლა სწორ გზაზე დგანან, მაგრამ აი რაღაცნაირად მართლა გაიწელა ეს სერიალივით რა, თითქოს და მძაფრ სიუჟეტიანი რაღაც ბლოკბასტერში მოვხდი, რომელიც მართლა ძალიან რეალურად თან რეალურია და თანაც სერიალივით ესე ჟღერს. ხალხო რა არის? ვერ გავიგე რა არის ეს მართლა რა. მაგოცნობს როგორც უნდა ხოლმე ისე ჭრის და ისე კერავსო. მე არ ვიცი ხა, ბიჭო, ადამიანების დასჯა კი არ მინდა მე და ვიღაცეების ის დაისაჯოს, ეს დაისაჯოს. სიმართლე გამოვიდეს ეს ჯუქზე. არავინ არ დაისაჯოს თუნდაც. გამოვიდეს სიმართლე და ადამიანი გადავარჩინოთ, რატო ყავთ ეს ადამიანი ტყვეობაში. რა სისულელია ეხლა იმის გამო რომ მამიდას შეუსწრო რაღაცა სექსის დროს ბიძაშვილმა კი არა და ძმისშვილმა მაგის გამო ადამიანი გადამალო. ეგ ხო სისულელია და სიდებილია ხალხო. ეგ ხო აი აბსურდულია. აქ იმაზე მეტ რაღაცასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ეს სექსუალური ბინძური თამაშები. აქ გვაქვს შეწირვაზე საქმე ხალხო. როგორც ჩანს მის გვარში უკვე გაჟღერდა რომ არის შეწირვები მაგ გვარში. შეწირვები ერთმანეთს წირავენ და არ გეგონოთ რომ ბაგრატოვანებში ეს არ ხდებოდა რა. ერთმანეთს კლავდნენ ბიძაშვილი მამიდაშვილები იმის გამო რომ ტახტი მიეღოთ ბიჭო. არ ვიცი რა. გააჟღერე ეგეც რა, უცხო გააჟღერე. ის ტიქაროსნები გამოიკითხე ვინ არიან. შენ ხო გაქვს კონტაქტები მაგეებთან? აბა თქვენ იცით. ეგ ყველაფერი ხდება დედას ეგონოს ცოცხალი მისი შვილი. დედას ეგონოს ცოცხალი მისი შვილი კი არა, ცოცხალია მისი შვილი და ეგ ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ დედას მოუკლან შვილი 28 აგვისტოს. მარიამობა დღეს. შეწირონ კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი.
გავაჟღერე უკვე დღეს ეს საკითხი, მაგრამ ნურას უკაცრავად მეთქი რა, ვეღარ შეწირავენ. მორჩა, წერტილი დაესვა. იმიტომ რომ დავიჭირეთ ყურებით რა. კურდღელი. ხო, კურდღელთან დაკავშირებით, კვერცხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, აღდგომა დღეს კურდღლის ფიგურებით ზეიმობენ ხოლმე რა და რატო ხდება ახლა ეს ნახე კვერცხი რატომ არის დამარცხების სიმბოლო და რატომ მიუტანს კეისარს წითელ კვერცხებს მაგდალინელი თუ ვინც იქნება და რატო ზეიმობ წითელი სისხლით შეღებილი კვერცხებით იცით ვერცხი ანუ ვერცხო რაღაცა ვერცხო გესმის ვერცხი არის ვერცხონდი და ვერცხო არის ვერცხო რაღაც გესმის ანუ ვერცხობასთან არის დაკავშირებული და ვერცხონებასთან არის დაკავშირებული ამიტომ არის რომ კვერცხით მარცხდება კეისარი ვინ არის არის კანი ბალების ქვეყანაში ცხოვრობთ ხალხო კანი ჭამიების და კანი ბალების. იმიტომ რომ ადამიანებს დღეს ცოცხლად ჭამენ და სვავენ მის სისხლს. არ გეგონოთ რომ ეს არის ან მოგონილი ზღაპარი, ან კანიბალებზე ტყუილი თქმულება, ან კიდე ვამპირებზე რაღაცა მითები. არაფერი არ არის მითი, ეს არის რეალური დღევანდელ დღეობაში არსებული საკითხი უბრალოდ შეფარულშია. პირდაპირ ცხვირწინ არ გიკლავენ და არ გიჭამენ. გესმის? ამიტომ ორი კვერცხი რომელიც თამარს ნიკაპზე აქვს ფრიდონის ნახატებში ის ორი კვერცხი დაგამარცხებთ თქვენ იმიტომ რომ ვერ ცხონდებით თქვენ ვინც შეფარულად ადამიანებს იწირავთ რა მღვდლებს შეუგნები და იმ მღვდლებს კი არა ქრისტეს რომ ემსახურებიან იმ მღვდლებს ვითომ ქრისტეს რომ ემსახურებიან და ამასობაში ანტიქრისტიანული წესებით იკვებებიან თვით ეკლესიაში. გაიგეთ? აი იმ მღვდლებს ვესაუბრები. ვეღარ ცხონდებით. ვერ ცხო. გესმით? ასე რომ კვერცხებიც აგერ გესროლეთ თავში რა. თქვენი კანი ვეღარ ცხონდება. ამას ნიშნავს სიტყვა კვერცხი. პირდაპირ კვერცხში ზის და სისხლიანი კვერცხები სისხლით რო შეღებეთ უდანაშაულო კვერცხები აი იმ უდანაშაულო სისხლიანი კვერცხები იმ უდანაშაულო სისხლიანი კვერცხებით პირდაპირ აყროლებული თავში გესვით რა აყროლებული კვერცხებს თავში გესვით აღარ ვეღარ გამოგივათ და დაესვა წერტილი თქვენს პარპარს, თქვენს ტყუილებს და თქვენს ასეთ შეფარულ მზაკრულ მიზნებს. ამინ, ამენით უფალო იესო ქრისტე, რაც არ უნდა მალოთ, მაინც ვერ დამალავთ. ვეღარ დამალავთ. გაიგეთ? რამე თუ ვიეს კარი ნაპოვნია. უნიში შემსვლელი ვიეს კარი ნაპოვნია. გესმით? ვიე კიდე არის ევა. ევა განწმენდილია. ევაც განწმენდილია და ისმილის განწმენდილია, ანუ ისმაილის განწმენდილია. ისმაილი არის იგივე სოფიას ქმნილება. რომელიც იყო ბრმა და აეხილა თვალი, შეიტანა მასში. ბრმა რატო იყო, იმიტომ რომ შაკეტილი ყავდათ ჭაში. ხო და ჭიდან ამოვიყვანეთ. მოვაშორეთ ეს ჭიები. იმიტომ რომ მართლა ჭიანი იყო რა ვაშლი. ხო და გავშალეთ ეს საკითხები. ასე რომ აბა რა ვიცი, კარგად იყავით. დაბლოკვა აღარ არის ეხლა არის განბლოკვა. განის ბლოკვა. ხვდებით? და ბლოკვას განბლოკვა ჯობია. თუ ვერ გაიგეხლა უცხორეები ვილაპარაკე, ეს შენთვის არ იყო, ეს იყო სიდონებისთვის და ლაზარეს ენის მცოდნეებისთვის. ასე რომ ბოლო ნაწილი შეგიძლია გადაახვიო, თუ არ გესმის ლაზარეს ენა. აბა დროებით, არა, შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ ზოგიერთი ენა, რომელიც ჩემ პირიდან გამოდის, თქვენ შეიძლება ვერ გაიგოთ, იმიტომ რომ ამაზე საუბრობენ მხოლოდ
ის ხალხი, რომელზეც არის ბოლო ჟამს ნათქვამი, რომ ქრისტეს რჩეული უცხო ენებზე დაიწყებენ ლაპარაკსო და ისინი იქნებიან ჩემი რჩეულნიო. ამაზეა საუბარი, მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ ჩვენ თუ უცხო ენაზე ვსაუბრობთ, ან უცხოურად ვსაუბრობთ. ეცადეთ რომ გაიგოთ, თუ ვერ გაიგებთ, მაშინ რა ვიცი, ღმერთს თხოვეთ რომ გაგაგებინოთ. აბა დროებით.